მე ხო გითხარი შენი ოთახი დაალაგე მეთქი. დავალაგე უკვე ვერაფერს ვეღარ მეტყვი. განიავე ოთახი. ყარს. სპაიდერმენის ობობა. მიკბინე. გამარჯობა 12 გისმენთ. სასწრაფოს გამოძახება მინდა. ბავშვს ალერგია რაღაცაზე. რამე ხომ არ ჭამა ბავშვმა ქალბატონო? რა ვიცი, კივი ჭამა მე მგონი და ახლა კი პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თამთა ბუკია ჩაგვერთვება, თამთა გისმენთ. თამთა შენ პირდაპირ ეთერში ხარ. ხე საქართველოს პარლამენტში როგორც ყოველთვის ხმაური იყო დაპირისპირება იმ კანონ პროექტის განხილვას მოყვა რომ შენ საათს არ უყურე? 11 საათი ხა მოაშორებ ტელეფონს და დაიძინებ. Российские телеграм-каналы сообщают, что дочь Примадонны Кристину Арбакайте депутат Госдумы Константин Чебыкин ინგადეიდა, ომარიკო ჩხუბში მოყვა და ვერ ვაშველებთ. დაიმე, რა ხდება ომარიკო? რა დღეში ხართ, კაცო? გამოდი აქეთ, რა მოხდა? დებილი ბავშვი. დამალობანად სამაშობდით და ჯერ ჩამიშვა და მე ბავშვებს ჩემი საიდუმლო სამალავი უთხრა. Ქართული არის მისთან და დებილივით იქცევა. Артём, что ты делаешь? Что там происходит? მაჩვენ. Что происходит? და ვიჩხუბეს ბავშვებმა შემოხეული აქვს ჩემსაც მაისური, შეხედეთ ერთი. მაგრამ რუსებს რა უნდა ველაპარაკო, ვერ გავიგე. მართალია ომარიკო ინგადეიდა, არწიომამ ჩაუშვა და მე ეღრიჯებოდა კიდე. ხო, რო ვერ მიპოვა ლიცი, არწიომა ეუბნებოდა ვოწამო. Мой сын никогда бы его не ударил. Что вы говорите, ხა, რაც ქვია, კაცო? არ დაარტყავდა ბავშვს. დასინიაკებული აქვს ხელი ჩემსაც. მაჩვენე ომარიკო. Вот, посмотри. 1 синяк, 2, 3. Видишь? Боже мой, Артём, я расскажу об этом твоему отцу. მამამის რო უთხრა ხო, რაც ამბობ, თავს მოიკლავს ახლა რა ბავშვისთვის. გეგონება არ იცის. Он всегда водка пьют. და საერთოდ არ უყურებს თავის შვილს. ხო, შვილო, ეგეთი ხალხია რუსები, ვეგენიარს თავისას უყურებენ და არ ცხვისას კიდე ზაღლდაღორია ჩამოსული და. არ ვიცი, მეორე აღარ დავინახო ესეთი რაღაცა მოხდა, სწორედ პოლიციაში დავრეკავ უკვე რა. Пойдём домой, Артём. აცი აღარ ვათამაშებ ჩვენთან. უკრაინელი ვარო, თავიდან მოგვატყუა. თურმე რუსი ყოფილა. ადექი წამოდი ომარიკო და გამოიწვალებ და ხეული მაიკამერე ჩამოდი. იქნება დაგიკემსო და რა ვიცი თუ რაღაცა იატაკის სტილოდ გამოვიყენებ მერე. თქვენ კიდე ბავშვებო, რო დაინახავთ კაცო ამ რუსებს, გამოეცალეთ, გამოერდეთ და ნუ ეთამაშებით კაცო. თქვენი აკაურობა მაგათი კი არა. კი, ასე ცუდად რო ვარ ეხლა, კაცო ფილ შემიწვავ. შეგიწვავ ხო, წამოდი. ვასოდალიზის წამოვლი. წამოდით ბავშვებო თქვენ ცხოვრა თქმა უნდა. ჩემო ჯახში როგორ შეიძლება თქვენ გარეშე კარტოფილი. გამიძახით მიდი წინ. საგემატება შენ სიდიაკები ვატყობს ახლა. ომარიკო მოგიტანე შოკოლადი რო დამაბარე. აჰა გამომართვი. ნუ დარბი ხარ. ნაგლიბო შეგრებო თახში გაიქცე რომ მე არ შემიჭამა. რა ქინიაბა როგორ მოიარი, როგორ არის ზეინაბი. აი მე შენი მტერი იყოს ისე როგორ ზეინაბია. ორი ნეკნი ხო აქ გადახილი. ეს ფეხები ორივე დაბეგვილი დაჟეჟილი და მიდაყვამდია გადატყავებული ხელები. მაინც ვერ გავიგე 53 წელს შეტო მოინდობა მოტოციკლზე დაჯდო, თან მარტო. აუ, ჯერა შოკოლადი მომიტანე, ეს არ დამიბარებია. და ნუ გამაგიჟე კაცო შენ არ დამირეკე დიდუბის შოკოლადი წამომიღეო. დიდუბის კი არა, დუბაის. აბა დიდუბეს აიდან მოვიტანე ვერ გავიგე. მაგის გამოვიდეკე წერეთელზე 1 საათი საწოფში. არა უშავს ახლა შეჭამე რაც არის ხო? კაი სამსახურიდან წამოვიღებ მაგ დუბაის შოკოლადს და გავსინჯოთ. საუდმყოფოში რომ მიუტანე ზეინაბს რო ნახე. აი მე არაფერი გოგო რო დამირეკავ გიჟიბით გავარდი პირდაპირ ვერაფერი ვეღარ ვიყიდე და ხვალა უტან რო ვინახულებ რამეს. ომარიკო, ჭამ შენ მაგ შოკოლადს. არა და არ ჩუჭამ. ჩუღურეთი აწერია ზეთ. ჩუღურეთი? ინგა მაღაზიაში იყიდე შოკოლადი თუ თბილისის მერიაში. რა ჩუღურეთი? აი მე თქვენი დასაცინი რო გავხდები რა. მომეც შენ ეგ შოკოლადი. ზეინაბს აღარ აყავ ხალხელცარიელი. თავის შვილს ვერ მოუტანა შოკოლადი და ხვალ ზეინაბს უნდა აჭამოს. სამსახურიდან რო წამოვალ წამოვიღებ მეთქი საღამოს მაგ დუბაის შოკოლადს. დაუკდი ახლა. მოვიტანე დუბაის შოკოლადი მოდი და გავსინჯოთ. მოდი აბა ვნახოთ ერთი რა მოიტანე. ხო, შესაძლოა არ არის. გავდე ხო შუაზე. აჰა. აი მე ომარიკოს ბავშვობა გამახსენდა ეხლა. ასე ჩვენბოდა ხოლმე ზუსტად გაშოკირებული გვერდი გახome პლასმასის კუთხეში. და გარბიან წლებია. აი მე ტვინი ამეხადა უკვე რა. ზე ჩვენ ფანჯარას დამყვერიან კაცო ეს ბავშვები. შენი შვილი სახშია, ონლაინ მეგობარს ეთამაშება ტელეფონზე. ომიც ტვინი მეტკინა უკვე რა. ბავშვებო. ნუ რა არის რა? საღოლინგა, ძალიან კაფეო მესიჯი იყო.
ეზოში მე მგონი ბავშვები არიან და ჩავალ რა. ასად არ ჩახვალ შენ. წივიან და კივიან ბავშვები, სადაც შენაკლი ხარ ახლა ამათ კიდე რა. დაეტიე სახლში. აუ ისე მთელი ჩემი ბავშვობა მეოთხე სართულზე რო ნაილია, მაგის ჩაშხამებულია. ყველაფერზე ბრაზდებოდა და გვიყვიროდა. ხოთა მეცნიერები მეშლება უკვე. შეხედე კი არ ჩერდებიან უფრო მოუმატეს. აღარ დაუყვირო. თორე შენზეც იმას იტყვენ, რასაც ნაილი დედაცი ამბობენ ხოლმე. მოიცავ, ნაილიზე რას ამბობენ, ვერ გავიგე. ვერ გეტყვი უზდელობა. აბა რა გავაკეთო, ვაიმე დაიცადე. გუშინ რომ მაკარონიანი სუპი გავაკეთე, ცოტა მეტი მარილი რომ მომივიდა. ავდგები და გადავასხავ მაგას თავს. იქ მარილიანი სუპი კი არა, სუპიანი მარილი იყო. გონიერი ადამიანი მაგას მეორით აღარ შეჭამს. აგერ აი ძვირი ფასის სუპი. დედს გაიგებენ ვინ გადმოასხა. თეა, როგორ ახარ ჩემო გოგო? აი მე როგორ აღარ ინგადა გამწარებული. ვიღაცა დეგენერატი მაგაგო სუპი გადმოასხა ბავშვებს კორპუსიდან თავზე. სულ მაკარონები ვაცალეს ეს შენის თმებიდან. ერთი გავარკვიო ვინ გააკეთა. ვინ გადმოასხავდა კაცო ნაილი, ხო იცი რა კატეგორია. აუ რა ხილა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რო შემარცხვინე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა შემარცხვინეო მეუბნევა. ხო, შემარცხვინე. მაღაზიაში ვიყავით, ერთ სალონ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმ ხელარი გიდგა და რო დაინახა მოაჟბატონ მამდენი ხალხი არაბოს მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხვინა. რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება და გემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. ბაიმე. ომარიკო ძის კიდوار უნდა გვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. აუ რა წყლით? ათი როგლი დამალევინო ხო გახსოვს წელი დღე რო გული მერეოდა. აუ ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდის გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავალ გზეს ვიყიდი და შოკოლადსაც. არა ომარიკო შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. გზის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე 20 ლარიანი. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. აუ ლუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდასაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი აი იქნება. ომარიკო მაგ ფულში მოგივა ლუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული. კი არის მის. ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ეხლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენ სახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ვნახე ამათი პოსტი რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდეთ, ვნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგიას და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო. და ბესხვარ არიან და მწვრთნელი. აი რაღაცა ვარ მომივიდა ეხლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვა ეხლა მასწავლებელი და ბანახო ერთი შენი თავი, აჩვენე ბეჭები. შეხედე სულ გაოფლიანებულა, გაგაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავარ და ახარც გაოფლიანდი. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანახა? აი ეს ეხლა რო დაეცა. ხო ეხლა გეტყვით რაშია საქმე. აი ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონერად 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო 1-3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანატრით დადიოდა სადმე. კი დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე, ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა და ეჩემა. ხო რა ვიცი ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, ერთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტო ცარებილის ბავშვი. მოკლედ ჩაგწერთ ნენელა ვიაროთ, შევხედოთ სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და აი მე ოღონდ მეკარი არა, აი ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რა ვიცი რაღაც მეშინია. აი მე რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დარტყმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს ლაზარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ლაზარი წამოდი.
აუ რა, გაკვეთილი არ მისწავლია მე. არჩინა მისწავლია, ვარც მე არ მისწავლია გაკვეთილი რა. გაგიბაშია, ვარი წიგნიც კი არ გადამიშლია. ოხო არც მე. და ეხლა რო გამოგიძახოს რა ვქნათ? აბა ბავშვებო, ვინ იცით ბესარიონ გაბაშვილის მას ბესარიონ გაბაშვილი დაიბადა 1750 წელს, გადააჭრა 1799 წელს, თავის დროის გამოჩენილი პოეტი, ჰუმორის მორის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი იყო. აღზე განათლება სამეფო კარზე მიიღო, პოეტის მამა ანტონ კათალიკოსის საეკლესიო დოგმატურ საკითხებში დაბრკოლების გამო 1770 წელს ქარგაგანი გამოაწევს. აბა არ ვიციო. რა? არა, მართლა არ ვიცოდი, გავარტყი, გარტყმით თქვი. მართლა გაგებაში საიდანაც არა წამოვიდა თავის, არ ვიცი. არ ისწავლია თქო. აბა ბავშვებო, ვინ მომიყვებათ? ანუ ტატარი გულტატარი უცხო მაგრამ ზოგკავ მომკლავ ვერსაკავ წერტავ თავი მიწა თვალე შემაძაბე ზოგკავ მაგავი და მეგავი უცხო მაგრამ პერეთორო დედა ჩემი მეგობრები ხდებიან ხიდიდან და შეიძლება მეც გადავხტე და შენი მეგობრები რო ხიდიდან გადახდნენ შეც უნდა გადა გინე კარტი ვითამაშოთ? აუ ერთ წუთი დედა შეიძლება ჩემი მეგობრს კარტი ვითამაშო? აუ წამოგზაზე გადავიდეთ რა. აუ ერთ წუთი დაისა დედა შეიძლება გასაგებად გადავიდე. დედა, შეიძლება ელენეს რო აკოცო? კი, yes. çok şükür yarabbim.